გამარჯობათ. მოგესალმებით მეგობრებო. მადლობას გიხდით პირველ რიგში წინა ვიდეოზე ამდენი აქტიურობისთვის. მივირებულები ვართ ვიდრე წინა ვიდეოზე. წინა ვიდეოში გავაკეთეთ პატარა სავარჯიშო, რომელიც საკუთარ კვეცნობიერთან და მეგობრებაში დაგვეხმარება და შეგკვირდით, რომ შემდეგ ვიდეოში გეტყოდით ამ სავარჯიშოს რეალურ არსს. Როგორც გახსოვთ, წერდით თანმიმდევრობით, რას და როგორ გავაკეთებდით ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, თუ კი დარჩენილი გვექნებოდა მხოლოდ ცხოვრების 1 წელი, შემდეგ ცხოვრების 6 თვე, 1 თვე, 2 კვირა, 1 კვირა, 1 დღე, 1 საათი. ბოლო 1 საათში ხშირად ადამიანები ხვდებიან საყვარელ ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ისმენენ მათგან რჩევებს ან აძლევენ რჩევებს, აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც ყველაზე მეტად სურთ, იმიტომ რომ 1 საათი პატარა დროა და ცდილობენ ისეთი რაღაცები მოასწრონ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს 1 საათი დაგანახებთ იმ რეალურ საჭიროებებს, რაც გაქვთ ცხოვრებაში ამ ეტაპზე. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი თავისთვის მიცემული ეს მესიჯები მკაფიოა და მამოტივირებელი უკეთესი ცხოვრებისთვის. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელი ვიდეოს შინაარსზე, თემებზე, როგორც გიხარდება მარიამ. პირველი თემა, რატომ გვისმენენ რჩევის დროს, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარი უნებით მოქმედებენ. რადგან რჩევის მოსმენა და მისი განხორციელება სრულიად სხვადასხვა პროცესია. ამას ესე ვაკეთებ. რატომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სახლში ვზივარ და უკვე ეს ეჭვმა აღარ შემიძლია. გვაქვს რამე იდეა. ფიქრობდი ძველ სამსახურში დაბრუნებას, ან ჩემი ხელნაკეთის სამკაულებით ბიზნესის დაწყებას. ძველ სამსახურში თავს უბედურად გრძნობდი და ამიტომ არ წამოხვედი? კი. სამკაულების კეთება გაბედნიერებს და შეგიძლია ინტერნეტზე გაყიდო, შენი პატარა ბიზნესი დაიწყო. კი, მაგრამ არ ვიცი გაიყიდება თუ არა. გონი ძველ სამსახურში დავბრუნდები. იქ ის მაინც ვიცი, რომ ის ბოლოს ხელფასი ჩამერიცხა. როდესაც ადამიანი რჩევას ითხოვს, ის ხშირად არ ეძებს ცვლილებას, არამედ ეძებს თანხმობას. თუმცა სურს, რომ სხვამაც დაუდასტუროს მისი არჩევნის სისწორე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რჩევა მის აზრს არ ემთხვევა, ის უბრალოდ ამ რჩევას არასაკმარისად აღიქვავს. ეს განპირობებულია კოგნიტური დისონანსით. როცა გონება ერთს გვეუბნება, ხოლო გული მეორეს. ადამიანი შეიძლება გონებით აღიარებდეს თქვენს მიერ მოცემულ რჩევას, უბრალოდ მან ის ემოციურად ჯერ არ იყოს მზად ამის მისაღებად. რჩევის მიღება არ ნიშნავს მოქმედებისთვის მზადყოფნას. ცვლილება მოითხოვს შიდა მზაობას, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა რჩევის მიღების მომენტს. რჩევა მხოლოდ მაშინ იქნება გამოყენებული, როცა შინაგანი მზაობა იქნება იმისა, რომ ჯანსაღი აზრი ქმედებაში იყოს მოყვანილი. მეორე თემა, რატომ გვიჭირს მავნე ჩვევებზე უარის თქმა მიუხედავად გულწრფელი სურვილისა? გავს სიტუაციას, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ კედელი წინ არის და თუ კი წინ წავაში ეჯახება და ეტკინება, მაგრამ მაინც წინ მიდის. რატომ? ადრე კაი იყო, 20 კილომეტრს დავარბოდი და უღალავად. ახლა კიდე 100 მეტრსაც ვეღარ დავარბივარ. ხო, ადრე არც ეწეოდი და არც სვავდი. ალბათ მაგის ბრალია. მაგის ბრალი როგორ უნდა იყოს, კაც? ენერგიაზე მოვდივარ პირიქით, როცა ვსვავ და ვეწევი. იქნებ გეცადა, რომ ცოტა ხნით თავი დაგენებებინა და შეგეხედა, როგორ იქნებოდი. მაგას რო თავი დავანებო, მე არაფერს ხალისი არ მექნება და რა თმინდა ეგრე. მერი ჩვევა თუნდაც მავნე ტვინისთვის ქმნის უსაფრთხოებას, წინ მისწრაფის განმეორებადობისკენ, რადგან ასე ბევრად ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. ჩვევები აყალიბებენ ნეირონულ ბილიკებს, რაც უფრო ხშირად მეორდება ქცევა, მით უფრო მეტად ძლიერდება ეს ბილიკი. ახალი ჩვევების შექმნა ნიშნავს ახალი ბილიკების ფორმირებას, რაც ძალისხმევას მოიცავს. მავნე ჩვევები ხშირად ემსახურება ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის დროებით შვებას. მათი ჩამოშორება საკმაოდ რთულია, თუ კი არ გაქვს რაიმე პოზიტიური გრძნობა, სიხარული მხარდაჭერა ან რაიმის მიზანი. ადამიანი ვერ ტოვებს მავნე ჩვევას, სანამ არ იპოვის იმას, რაც მეტ სიხარულს მოუტანს. კარგი იქნება თუ ეს სიხარული ხანგრძლივ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დაფუძნებული იქნება. დავიდეთ შემდეგ თემაზე, რატომ ვხედავთ გამოსავალს სხვის ცხოვრებაში და საკუთარ თავში ვერა. ემოციური დისტანცია გვეხმარება გონების სიმშვიდესა და სიტუაციის უკეთესად დანახვაში. შეხედე რა დაწყვიტეს ერთმანეთი. ახალგაზრდა წყვილი არიან, ანუ რაზე ჩხუბობენ, რა აქვთ გასაყოფი და რა ვერ გაიყვეს. ხო, თან რაზე ჩხუბობენ, ნაგვის გადაყრაზე. რა უნდა ნაგვის გადაყრას, მოკიდე ხელი და გადაყარე რა. ხო, შენგენ აცვალე მე დათო. უი, ძაღლსაჭამე. არა. ხოდა შენი ძაღლი არ არის? რადგან დაგახსენდა, ვარემ შენაჭამე.
და მე ისთვის გთხოვე საკუთარი პრობლემების დანახვისას ემოციების შიში, ბრაზი, წყენა, სირცხვილი ფარავენ აზროვნებას. ეს საერთო სურათს და რეალობის აღქმას ძალიან რევს. როცა ჩვენი გრძნობები ჩართული არ არის, აზროვნება გამჭვირვალე და ობიექტურია. ამიტომ სხვისი სიტუაცია უფრო მარტივად გვესმის. სხვისთვის მიცემულ რჩევაში ხშირად ის ჩანს, რაც საკუთარი თავისთვის გვჭირდება. თუმცა ჩვენი შიდა ქაოსი ჩვენს რეალურ მოთხოვნილებებს ხშირად ფარავს. სხვის ომში ყველა ბრძენიაო, ეს გამოთქმა თითქმის ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის. განსაკუთრებით ადვილია, როდესაც სხვის ომში შენი ემოციები არ გიფარავს აზროვნებას და შეგიძლია უფრო მარტივად ციგონებაზე მიიღო გადაწყვეტილებები. ხო, რა თქმა უნდა, ადვილია გავაანალიზოთ პრობლემა, როდესაც თავად არ ვიბრძვით. როგორც ზოგიერთმა თქვენგან მაიცით, ჩვენ ვქმნით ფსიქოთერაპიულ იგავებს, სავარჯიშოებს, პრაქტიკებს, სახალისო აქტივობებს და ასევე მუსიკებს, თუმცა მუსიკებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ ყველაფრის მიზანია დაგეხმაროთ შინაგანი რესურსების მოძიებაში, რეალური სრულების გაგებაში და თქვენი მიზნისკენ მცავალი გზების მოძებნაში. სამიმეს ტექნიკა არის ერთგვარი ინტეგრირებული სავარჯიშო, რომელიც გეშტალტ თერაპიის, შინაგანი ნაწილების მოდელის, ნარატიული თერაპიის და ექსპრესიული არტ თერაპიის ელემენტებს შეიცავს. პირველი ვწერთ რჩევას, რომელსაც ხშირად ვაძლევთ სხვებს. აი მაგალითად არ დარჩე იმ სამსახურში, რომელშიც თავს უსიამოვნოდ გრძნობ. ახლა კი დაწერე ამ რჩევის საპირისპირო მოსაზრება, ის რასაც გულის სიღრმეში შენ თავს ეუბნები. ერთად ახლა სხვა გზას ვერ ვხედავ, ფული მჭირდება და ამიტომ ჯობია ისევ იგივე საქმე ვაკეთო. გააცოცხლე ორივე ხმა და დაარქვი მათ სახელები. მაგალითად, პირველი იყოს მებრძოლი გონება. მაგალითად, მეორე იყოს დაძაბული გონება. შემდეგ დაწერე მათ შორის დიალოგი. რაზე ილაპარაკებდნენ ერთმანეთში? აი დაახლოებით როგორც თეატრალური სცენა, ისე რომ გაითამაშო. მე გუშინ გავაკეთე და ძალიან კარგად იმუშავა, სიმართლე ვთქვა, გავტესტეთ. დაარქვი ისეთი სახელი, რასაც იძახიან. მაგალითად, თუ ესეთ რჩევას იძლევა არ დარჩე იმ სამსახურში, სადაც უდად ხარ, შეგიძლია დაარქვა მამოტივირებელი მე. ხოლო შემდეგ ჩავსვათ მესამე ხმა. ეს ხმა იქნება შენი მომავლის ხმა. ანუ შენი თავი 1 წლის შემდეგ. მან უკვე იცის რა და როგორ მოხდა და რას გეტყოდათ მამოტივირებელ მარიამს ან დათოს და დაძაბულ მარიამს ან დათოს. რა რჩევას მოგცემდათ და რა დიალოგი შედგებოდა თქვენ სამს შორის. ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩემი პირადად და შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვები დაგვისვათ, რაც დაგაინტერესებთ ამ თემებთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და შემდეგ ვიდეოში შევეცდებით, რომ პასუხი გაგცეთ ამ უწურავად ყველა კითხვაზე. გია თუ კი ხშირად გავაკეთებთ ხოლმე მსგავს გასართობ სავარჯიშოებს, რადგან ჩვენი ქვეცნობიერი უკეთ გავიცნოთ. ქვეცნობიერი ყოველთვის გვეხმარება იმის მიღებაში, რაც ჩვენ გვინდა. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მისი მოსმენა და ეს სავარჯიშო ძალიან კარგი ვარიანტი არის იმისთვის, რომ ცოტათი ახლოს მიხვიდეთ საკუთარ ქვეცნობიერთან. სავარჯიშოს გააკეთებთ, როცა გინდა თვეში ერთხელ მაინც, შეგიძლიათ ყოველდღე გააკეთოთ. აუცილებლად ეს საუბრები თქო და განვითარდება და შეიძლება ის რაღაცებიც იპოვოთ, რაც იმ მომენტში თქვენ ცხოვრებაში გჭირდება ძალიან რომ ვიღაცამ გითხრათ ეს. შენი სხვისთვის მიცემული რჩევა ხშირად სწორედ ისაა, რაც გინდა რომ თავად მოისმინოს სხვისგან ან საკუთარი თავისგან. მავნეჩვეების მიტოვება არ ხდება იმით ან გააზრებით, რომ ცუდია ეს, ან იმით, რომ ვიღაცა გეტყვის, რომ იცი რა ცუდია ეს არ გააკეთო. მავნეჩვეების მიტოვება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე უკეთეს იპოვნი, უკეთეს და ჯანსაღს იპოვნი შენი თავისთვის ამის ჩანაცვლებით. თუ ადამიანს მისცემთ რაიმე რჩევას და ელოდებით, რომ ის ამ რჩევას გაითვალისწინებს, მე პირდაპირ გეტყვით, რომ შეგიძლიათ მაგის იმედი არ იქონიოთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ყველას აქვს საკუთარი არჩევნის გაკეთების უფლება და ნუ იქნებით გაწყვილებული, ესე ვთქვათ, ან იმედგაცრუებული ადამიანით, რომელმაც არ გაითვალისწინა თქვენი რჩევა. უბრალოდ მე შემიძლია გითხრათ, რომ რჩევა მოგცეთ ესეთი, რომ ძალიან საინტერესო ხო. უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენი ნერვები და თქვენი მდგომარეობა არის ყოველთვის ნომერ პირველი, თუ სხვა ადამიანი თქვენ არ დაგიჯერებთ და გააკეთებს მაინც ისე როგორც თვითონ უნდა, რაც უმეტეს შემთხვევაში ასახდება კი. თქვენ უბრალოდ თქვენ ნერვებს გაუფრთხილდით და ამაზე არ ნერვიულობთ, არ გაბრაზდეთ, რაც თავარია, იმიტომ რომ თქვენი ბრაზით და თქვენი ნერვიულობით მაგ სიტუაციას არ ეშველება არავითარ შემთხვევაში
თუ შვილია, მაგ შემთხვევაში წარეშველება არაფერი, იმიტომ რომ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვი რომცა გაიზრდება და უკვე ზრდასრულია იმ დონეზე, რომ შეუძლია საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, როგორც მინიმუმ შეუძლია თავისი აზრის ჩამოყალიბება. კი, როგორც მშობელს შეგვიძლია, რომ ზეგავლენა ვიქონიოთ ბავშვზე, მაგრამ მაინც დიდხანს ეს არ გაგრძელდება დამჯერეთ აბლო. ცხოვრებაში ერთხელ მაინც რო გქონიათ. მოდის და ქალი ორ სურათს გაჩვენებს, რომელი დავდო. შენეუბნები პირველი, ისდევს აუცილებლად მეორეს. და ეს ხდება ბევრჯერ. დები მაშინ რატო გეკითხება ამას, თუ მოსწონს ეს? რა შეინტერესებს შენი აზრი? რა კარგია, რომ ბიჭები და მამაკაცები ეგეთ დილემების წინაშე არ მდგებით ხოლმე. გავიდოთ არხის გამოწერა, ლაკის დაჭერა, ზარი რო არის, იქ იმ ზარს დააჭირეთ, ესეთი რაღაცები რო გაუჩნდეს და იმოძრაოს რა. რო ახალი ვიდეო როცა კლინ არ გამოგვიჭირეთ. უნანესი ახალი ვიდეო დაიდო. ხო. ძინეს სიმშვიდე, იპოვე შენს თავში ჭეშმარიტება და ცვლილება თავისი წამოვა. ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით, მეგობრებო. ნული აზრების გამოქვეყვა გამოგვივიდა დღეს ვიდეოში. არა უშავს. მე არა არ უშავს. ვიცენ, ევროტურში რო არის უჩიშოთ კლუბები. Bye.